2 საათ ნახევარში ზუსტად 48 საათი გავა მას შემდეგ, რაც შუაგულ თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების და გადასასვლელის მოპირდაპირე მხარეს, პიცერიის სიახლოვეს, საცხოვრებელი სახლების წინა ტროტუარზე, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, მამაკაცი მოკლეს. ადამიანის სიკვდილი, რა თქმა უნდა, ტრაგედია პირველ რიგში მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. მოქალაქეებისთვის, ვისაც უსაფრთხო, მშვიდობიან და სიცოცხლით სავსე ქალაქში პირდებოდნენ ცხოვრებას, მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოკლეს ან რა იყო მკვლელობის მოტივი. კილერის მიერ მოკლულია კრიმინალური ავტორიტეტის მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძე, რომელიც თბილისში ახლობლის სამძიმარზე იყო ჩამოსული. მოქალაქეების თვალთვალში, მიყურადებაში, მოსმენაში, პოლიტიკურ და ფიზიკურ ტერორში დახელოვნებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ ხავს დაკავებული მკვლელობის შემსრულებელი. ცხადია, მას ასევე არ გავრცელებია ინფორმაცია დაკვეთის, ესე ვთქვათ, მკვლელობის მიზნებზე. და ალბათ არავინ ელოდებით პასუხს კითხვაზე, ქონდა თუ არა ჯანგველაძე საქართველოში შემოსვლის უფლება, იყო თუ არა ის აღრიცხვაზე აყვანილი, მფარველობდა თუ არა მის საქართველოში შემოსვლას ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი უწყებებიდან რომელიმე მაღალჩინოსანი ან ხელისუფლებასთან დაახლოვებული რომელიმე დაჯგუფებას ქონდა თუ არა დალაგებული მისი გადაადგილება საქართველოში. მოკლედ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ძალიან ბევრი რამ არის საეჭო, მათ შორის ეს თავხედური სიცხადე თავდამკვლელობის ფაქტობრივად კინო არის გადაღებული, როგორ ემზადება მკვლელი, შემდეგ როგორ კლავს, მას სახე არ დაუმალავს, თუმცა არსებობს გარკვეული ვერსიები, რომ შეიძლება მისი ნამდვილი სახე არც ყოფილიყო. დროების ჟურნალისტი რატიმ მუჯირი გვეტყვის ამის თაობაზე, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არათუ ინფორმაციის განახლება, არამედ პირველადი ზოგადი ინფორმაციის გამოქვეყნებაც კი უკვე ძალიან იგვიანებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ან გამოძიება ჩიხშია შესული, ან რა შეიძლება იყოს, რატი მოდი დავიწყო თავიდან. ეთერში შემოსვლამდე გადავამოწმე შესაბამისი საშუალებები და არანაირი ახალი კი არა და ზოგადად ინფორმაცია არ არის ოფიციალური ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან ძნელია რამის მტკიცებით ფორმაში საუბარი. ერთ-ერთი რაც მტკიცებითში შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ გარდაცვლილი არის ნამდვილად ლევან ჯანგველაძე, ის რუსეთში მოღვაწეობდა და ის არის კრიმინალური ავტორიტეტის მერაბ ჯანგველაძის, იგივე მერაბ სოხუმსკის ძმა. ეს დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ. ასევე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ეს კაცი ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოვიდა მოკლე ვიზიტით და ის აეროპორტიდან პირდაპირ გაემგზავრა პანაშვიდზე. და ასევე მასთან არ ახლდა დაცვის წევრი, რომელთანაც როგორც წესი გადაადგილდებოდა. ასე რომ ეს არ იყო შემთხვევა, ეს სხვა შორის საინტერესო დეტალი არის ალბათ გამოძიებისთვის, როგორ მოხდა. იყო ნათქვამი, თითქოს დაცვის წევრი ავად იყო და სწორედ ამის გამო ვერ შეძლო, მაგრამ როცა საფრთხის ესეთი მომატებული განცდა არსებობს, თუ არსებობდა ასეთი განცდა, მისი ჩანაცვლების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ასე რომ ის რომ რაღაცა ლევან ჯანგველაძე საქართველოში გადაადგილდებოდა ვიღაცა მუთვალთვალა აქედან გამოიკვლია მისი გადაადგილება და რაღაცა ეს ნაკლებად სავარაუდოა ვიღაცას ქონდა დადასტურებული ინფორმაცია არც ნაკლებად სავარაუდოა უბრალოდ ფიზიკურად ვერ გამოვიდა აეროპორტიდან პირდაპირ მივიდა სამძიმარზე ეს ნიშნავს იმას რომ ინფორმაცია თბილისში მისი გამომგზავრების და ამ მგზავრობის მიზანთან დაკავშირებით წინასწარ დეტალურად იყო ცნობილი იმ ადამიანებისათვის რომლებიც ამ მკვლელობის დაგეგმაში მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ შეიძლება იყოს სავარაუდო მკვლელი, იმიტომ რომ ის შეიძლება ქალაქშიც გადაადგილდებოდეს ასეთ დროს ან ფოტორობოტი ან რაღაცა შეიძლება გავრცელდეს. არ გვაქვს, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს შესაძლოა იყოს ნგელა უძილაური, ის არის ყოფილი ძალოვანი, როგორც ირკვევა მის სახლში იყო პოლიცია მისული და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, თუმცა ამაზეც არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ის არის 1975 წელს დაბადებული და 2021 წლამდე მუშაობდა თუ არ ვცდები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. თუმცა და შემდეგი წლების განმავლობაში ის უკვე ოფიციალურად სამართალდამცავ სისტემაში აღარ ირიცხებოდა. იქიდან გამომდინარე დაცვის სამსახურში მსახურობდა. იქიდან გამომდინარე რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, მერე უკვე იწყებ სხვადასხვა ტიპის წყაროების მოძიებას და მათ შორის ერთ-ერთი ასეთი წყარო არის რუსული წყაროები, სადაც კრიმინალურ სამყაროზე მთელი საიტები არის და იქ ხდება ამ
ყველაფრის განხილვა და აქედან გამომდინარე აი ამ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ თვითონ ლევან ჯანგველაძეც გარკვეული კრიმინალური საქმიანობით იყო დაკავებული, როგორც ამ რუსულ საიტებზე წერია, ის ასე ვთქვათ კილერებს ფარველობდა თუ კილერი გჭირდებოდა, მოკლედ ლევან ჯანგველაძეც უკავშირდებოდი, როგორც რუსული წყაროები წერენ და ამას მტკიცებით ფორმაში ცხადია. რუსულ წყაროებში ის არ არის მოხსენიებული, როგორც უბრალოდ მისი ძმის, ანუ მართლაც კრიმინალური და აღიარებული ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, კრიმინალური ავტორიტეტის ძმა. ასე არ არის, როგორც და მისი მარჯვენა ხელი რაღაცა საქმეების არამედ თავად მასაც თავისი გავლენების მფლობელ ადამიანად მიიჩნევენ, ასე ვთქვათ, რუსულ კრიმინალურ წრეებში. ყოველ შემთხვევაში ასე წერენ რუსულ საიტებზე. წერია ეს არის და სამწუხარო ამბავი არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ახლა რაღაცა ოფიციალური ინფორმაცია გავაცვლოთ და გვიწევს აი ესე სხვადასხვა ღია წყაროების მოძიება და აქ ინფორმაციის შეკრა 48 საათი გავიდა და ჩვენ არაერთხელ დაგვანახა შესაძლოა, რომ როცა ჭირდება ძალიან მარტივად აგროვებენ ინფორმაციას და აუცილებენ, ხო? ამ შემთხვევაში სრული დუმილი და ეს არის ასე ვთქვათ საკმაოდ დიდი პრობლემა. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ საქმესთან ასეთ კავშირშია, არის თავად ის პანაშვიდი, სადაც იმყოფებოდა ლევან ჯანგველაძე, ეს არის გურამ მოკაია, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ასე ვთქვათ, და როდესაც ასევე ღია წყაროებში ეძებ, მისი სახელი და გვარი ვარდება ეგრეთ წოდებულ პანამას ქაღალდებთან დაკავშირებით, ანუ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, რომელიც აი ამ პანამას ოფშორულ სკანდალში ფიგურირებდა. ყოველ შემთხვევაში ამ სახელი და გვარის ქვეშ მყოფ ადამიანს აქვს ნამდვილად კომპანია, რომელიც არის ამ ასე ვთქვათ პანამას ფურცლების საქმეში. დადასტურებით ისიც არ ვიცით, ეს კონკრეტულად ეს ადამიანი თუ არა, თუმცა სახელი და გვარი ის ინფორმაციები რაც იძებება და კიდევ ერთი დეტალი იყო თუ არა კილერი ვინც ესროლა, ესეც ჰაერში კიდია ეს კითხვაც იგივე მისი ქცევიდან გამომდინარე ამ ქცევაში იყო საუბარი თითქოს შესაძლოა სილიკონის ნიღაბი გამოიყენა, თუმცა ჩვენ ნახეთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მაღალი გარჩევადობის კამერები აქვს და აქციაზე რას ვკითხულობთ, იმისი წაკითხვაც კი შეუძლიათ ამ კონკრეტულ საქმეზე არის თუ არა მიდამოებში ეგეთი კამერები, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ 100%-იანად ვამტკიცოთ რაიმე, ამაზე არ არის ეს ინფორმაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არის ამ ბოლო 48 საათში, რაც რო გადის ეს კითხვები სულ უფრო და უფრო ემატება. და ბოლოს მინდა ვთქვათ, მოსამართლეებს თხოვო ყურადღება გამახვილონ, რომ მათთან რომ მიყავთ აქციებზე დაკავებული ადამიანები და ეუბნები, რომ მიმალვის საფრთხე არისო, მიმალვა ვისაც უნდა ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან მარტივად იმალება და მაგერ 48 საათი გავიდა და შუა ქალაქში მკვლელობაში ადამიანს ვერ პოულობენ, ქვეყნიდან გაიქცა ეროსი კიცმარიშვილის მკვლელი, ხარძიანის მკვლელი, ასე რომ ვისაც მიმალვა უნდა, ის მიმალვას ახერხებს. თუმცა შესაძლოა აქაც ჩნდებოდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხوار უწყობს ამ ყველაფერს ხელს, რაიმენაირი კოორდინაცია ხوار არის. მოკლედ ეს არის ის ვარაუდები, რომლებიც ჩვენ ბუნებრივად გვებადება იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი კიცმარიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსია გამოძიების თვითმკვლელობა, თუმცა ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ ამ ვერსიაში ეჭვი შევქონდეს, თუმცა იმის შემდეგ კიდევ არის რამდენიმე ძალიან გახმაურებული შემთხვევა, მას ერთ-ერთ მათგანზე დროებაში საკმაოდ ვრცელი სიუჟეტიც ჰქონდა მომზადებული, ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც ასევე აი წმეთის გზაზე მოკლეს და დღისით მზღისით ისე აორთქვა ეს ადამიანი, მკვლელი უпроსტորეთ, რომ მისი სავარაუდო ვინაობაც კი არ არის დადგენილი, ეს საქმე ამ მომენტისთვისაც კი პროკურატურას გახსნილი არ აქვს და ამის თაობაზე ინფორმაციის განახლება არ ხდება. მესმის რაც საუბრო, თუმცა არის რამდენიმე დეტალი, რაზეც კიდევ მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა მედიის ვერსიებში. ერთ-ერთ მაგალითად შაბათის ფორმულაში ჩვენთან გამოითქვა ვერსია, რომ მკვლელს თავზე დამცავი ჩაფხუტი ეხურა. რისთვის შეიძლებოდა მას ეს დაჭირვებოდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ პირდაპირ ისროლა იწყება და ამისი შიში აქვს, ეხა მხოლოდ თავის ქალის ზედა ნაწილის დახურვას უბრალოდ რა აზრი აქვს ვერ ხვდები, მაგრამ შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ მეორე ან სხვა მედიაში გამოითქვა მოსაზრება და ეჭვი, რომ სახე, რომელიც ჩანს ამ კამერაში, შენიღბული იყო და სინამდვილეში ეს არის რეზინის, თუ კაუჩუკის, სილიკონის ნიღაბი,
თითქოს. ჩვენ ვცადეთ სამონტაჟოში ახლოს მოგვეტანა ეს სახე, გვინახა და სიმართლე გითხრათ, ასეთი ზედაპირული დაკვირვებით ჩვენს ნაცნობ ექსპერტსაც ვაჩვენეთ არტოებს შტაბ-ეშტილებას, რომ მას რამე აქვს გაკეთებული, თუმცა ამას ცხადია ჭირდება უფრო მაღალი გარჩევადობის კამერების მასალა, რომელიც წესით არ უნდა გაჭირებოდა ოპერატიულად გამოძიებას ამოეღო და დასკვნები გამოეტანა. კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, მე ვიცი რომ შემოსვლამდეც გადაამოწმე ინფორმაცია და ამ მომენტისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს. ნამდვილად, როგორც თავშივე აღნიშნე, შემოსვლამდე გადავამოწმე და ინფორმაცია არ უდევთ არც Facebook-ზე, არც ვებგვერდზე და ჩვენ ის გადაგვჩენილი იმედი ვიქონიოთ, რომ მალე გახსნեն ამ საქმეს და მკვლელს დააკავებენ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით კრიმინალური სამყარო როგორ რეაგირებს მსგავს ინციდენტებზე და ნამდვილად არავის სურს რომ თბილისი გადაექცეს ვენდეტების ქალაქად, სადაც ნებისმიერი გამვლელი შეიძლება დაშავდეს, მით უმეტეს რომ ამ შემთხვევისთვისაც გამვლელი დაიჭრა, როგორც ვიცით. შესაძლოა სწორედ იმის გამო, რომ თბილისის ცენტრში ასეთი რამ ყველაზე დაცულ ადგილას დავარქვათ ასე ხო, იმიტომ რომ ჭავჭავაძის გამზირი რუსთაველთან ერთად ყველაზე მაღალი დაკვირვების და პატრულირების ტერიტორია არის. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩამოსულმა ჯანგველაძემ აღარ მიანიჭა რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ აი მანქანიდან ამ ეს მცირე პერიმეტრი მონაკვეთი სამძიმრის სადარბაზომდე გაევლო დაუშვათ, ხო? მაგრამ როგორც ხედავთ, არ არსებობს თბილისში არც ერთი ადგილი, რომელიც შეიძლება მიიჩნეოდეს განსაკუთრებულად დაცულად და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ საღამოს ქუჩას ტერიტორიაზე იყვნენ. კი და ამის თაობაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ მაყურებელს. მადლობა რატი.